თუ შეიძლება კიდევ ერთხელ მითხარი, ჩვენ ვერ მოვიზიდავთ ჩვენს ცხოვრებაში იმას, რისგანაც თავს განცალკევებულად გვგრძნობთ. რა მოხდება, თუ რაიმეს მაინც მოვიზიდავთ, როგორ შეგრძნებას გამოიწვევს ეს ჩვენში? თუ შრომის მოყვარე ხარ, დროს უთმობ და იცი, რომ მნიშვნელობა მნიშვნელოვანია, მაშინ იცი, რომ შენი ქცევები შენს განზრახვებს შეესაბამება, ხოლო შენი ქმედებები შენს აზრებს. სამუშაოდ აერთიანებ გონებას და სხეულს და შემდეგ შენ მიაღწევ შენს მიზანს. წააწყდები სიუხვის გამოცდილებას, იმას, რაც გსურდა და ეს გამოცდილება წაგართმევს დეფიციტის შეგრძნებას, ხომ ასეა? ზოგიერთი ადამიანი თითქოს რაღაცას ქმნის, მაგრამ მთელ ცხოვრებას მაინც დეფიციტის შეგრძნებით ატარებს, ელოდება, როდის შეიცვლება მათი სამყარო, რომ თავისავსად იგრძნონ. ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ რაც სინამდვილეში მუშაობს, ეს სრულიად საპირისპიროა. ადამიანები მხოლოდ მაშინ იღებენ იმას, რაც სურთ, როცა საკუთარი მომავლის შესახებ ძალიან მკაფიო ხედვას ქმნიან. ჩვენ ამას განზრახვას ვუწოდებთ. ამისთვის კი თანმიმდევრული ტვინი გჭირდებათ. გულმოდგინედ მუშაობთ, რათა ადამიანების ტვინი წესრიგში მოვიყვანოთ. რაც უფრო თანმიმდევრულია ტვინი, მით უფრო მაღალ დონეზე ფუნქციონირებს და უფრო ძლიერ სიგნალს გადასცემს. აღმოჩნდა, რომ საჭიროა მომავლის ემოცია წინასწარ იგრძნოს, სანამ ის მოხდება, რადგან სწორედ ემოცია არის ის ენერგია, რომელიც შენს სხეულს მიიყვანს იმ გამოცდილებამდე. ასე რომ, თუ მართლა ვარჯიშობ და გრძნობ შენი მომავლის ემოციას, დეფიციტის განცდა აღარ გექნება. სინამდვილეში თუ გრძნობ, რომ შენი მომავალი უკვე მოხდა, მას აღარ ეძებ. მხოლოდ მაშინ ეძებ, როცა მისგან განცალკევებულად გრძნობ თავს. ეს ერთგვარი ანალოგია მიზეზისა და შედეგის მოდელის. ელოდები განკურნებას, რომ მადლიერება იგრძნო, ელოდები სიუხვეს, რომ ღირსეულად ან წარმატებულად იგრძნო თავი, ელოდები ურთიერთობას, რომ სიყვარული იგრძნო. შენ იცნობ რეალობის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის ძველ მოდელს. რეალობის ახალი მოდელი კი შედეგის გამომწვევია. გამოწვევა და შედეგი. დიახ, იმავე წამს, როგორც კი მადლიერებას იგრძნობ, შენი განკურნება დაიწყება. იმავე წამს, როცა თავს ძლიერად და ღირსეულად იგრძნობ, შენ იწყებ სიუხვის წარმოქმნას და წარმატების გენსვლას. ასე რომ, მომენტი, როცა საკუთარი თავი და სიცოცხლე გიყვარს, როცა ყველაფერში სილამაზეს ხედავ, ბუნებრივია, რომ მსგავს მოიზიდავ. აი, ეს იწვევს ეფექტს. ამიტომ, ყველაფერი, რაც გჭირდება, არის მკაფიო განზრახვა და ამაღლებული ემოცია. როდესაც აერთიანებ მკაფიო განზრახვას და ამაღლებულ ემოციას, ზუსტად ისე, როგორც ადამიანი იხსენებს წარსულს და გრძნობს ემოციებს, თუ შენც ასევე ინახავ განზრახვას და გრძნობ ემოციას, მაშინ რაც უფრო ძლიერია ემოცია, მით უფრო ნათლად შეგიძლია დაიწყო შენი მომავლის გახსენება. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? იმიტომ, რომ ბიოლოგიურად, თუ სწორად აკეთებ ამას, შენი ტვინი ისე აღიქვამს, თითქოს ეს უკვე მოხდა. თუ მართლა კარგად აკეთებ ამას, გენეტიკურადაც კი შენი სხეული იცვლება ისე, თითქოს ეს უკვე მოხდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენი მონაცემები აჩვენებს, რომ ერთკვირიანი ღონისძიების განმავლობაში, იმ 7 დღეში, როცა ადამიანები შემოქმედებით პროცესში მთლიანად ერთვებიან, მაშინ ათასობით გენი და მეტაბოლიტი აქტიურდება, რაც მიანიშნებს, რომ ისინი უკვე ახალ ცხოვრებაში და ახალ გარემოში ცხოვრობენ. სხეული იმდენად ობიექტურია, რომ ვერ არჩევს განსხვავებას რეალურ გამოცდილებასა და იმ ემოციას შორის, რომელსაც მხოლოდ ფიქრებით ვქმნით. სხეულისთვის ორივე აბსოლუტურად ერთნაირია. ამიტომ სხეული იწყებს იმის დაჯერებას, რომ უკვე იმ წარმოდგენილ მომავალში ცხოვრობს. რა თქმა უნდა, არსებობს აზრი და გრძნობა, არსებობს გამოსახულება და ემოცია, არსებობს სტიმული და რეაქცია. ჩვენ შეგვიძლია სხეული ემოციურად ისე განვაწყოთ, რომ დაიჯეროს, თითქოს ის მომავალში ცხოვრობს. თუ გარემო იძლევა სიგნალს გენისთვის და ეს ნამდვილად ასეა, მაშინ გარემოში გამოცდილების საბოლოო შედეგი არის ემოცია. შენ შეგიძლია რეალურად დაარეგულირო გენები, გაზარდო მათი რეგულირება გარემოზე ადრე. ზუსტად ეს აღმოვაჩინეთ ჩვენ. ადამიანების ტვინი და სხეული იმდენად იცვლება, რომ ეს უკვე მომხდარივით გამოიყურება. ახლა იწყება ყველაზე საინტერესო ნაწილი. თუ შენს ტვინსა და სხეულში უკვე არსებობს ფიზიკური მტკიცებულება, რომ ეს მოხდა დრო ამოდუნდე. ეს არის მომენტი, როცა ჩნდება სინქრონულობა, შესაძლებლობა და შემთხვევითობა. მოულოდნელად შენ აღარ გჭირდება სადმე წასვლა ან რამეს კეთება, რომ მიიღო ეს. რაღაცნაირად იზიდავ, ყველაფერი შენთან მოდის. მოდის ისე, რომ არაფერი გიკეთებია. ასე რომ ეს უბრალოდ ჩვენი გაგების გადახედვა იმის შესახებ, თუ როგორ შევქმნათ.
შეგიძლია ძალიან კარგად ისწავლო ბევრი რამის შექმნა. შეგიძლია ისწავლო, შეგიძლია საკუთარ შეცდომებზე ისწავლო, მიიღო კონსულტაციები, ბევრი რამ გააკეთო და მართლაც ძალიან გამოცდილი გახდე ამაში. თუმცა არსებობს სხვა გზა, ნამდვილად განსხვავებული გზა. ასე რომ, დიახ, შეკითხვაზე პასუხად, როგორ ვრჩებით ჩიხში, გეტყვი, რომ ბევრი ადამიანი მთელ ცხოვრებას გაუცნობიერებლად ატარებს. ისინი უბრალოდ ქვეცნობიერად ელოდებიან, როდის მოვა სიმდიდრე, რომ თავისავსად იგრძნონ, ან როდის გაჩნდება ახალი ურთიერთობა, რომ სიყვარული იგრძნონ. ეს არის რეალობის აღქმის ძველი მოდელი. რაც შენი სიტყვებიდან გავიგე, არის ის, რომ ჩვენი პიროვნება ქმნის ჩვენს პირად რეალობას და პიროვნება ეფუძნება იმას, თუ როგორ ვფიქრობთ, როგორ ვიქცევით და რას ვგრძნობთ. ამიტომ, თუ ჩვენ ამჟამად ვცხოვრობთ ისეთ პიროვნულ მდგომარეობაში, რომელიც ქმნის განცალკევებას ან დეფიციტს სიუხვისგან, უკეთესი ურთიერთობისგან, მეტი ფულისგან, უკეთესი ჯანმრთელობისგან, მაშინ უნდა ვისწავლოთ პიროვნების შეცვლა, რათა ახალი რეალობა შევქმნათ საკუთარი თავისთვის. ზუსტად ეს სიმართლეა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ახალი პირადი რეალობის შესაქმნელად უნდა შეცვალო შენი პიროვნება. ჩვენს ცხოვრებაში არაფერი იცვლება მანამ, სანამ ჩვენ არ შევიცვლებით. ახლა ეს ძალიან მარტივად ჩანს. მოდი ვთქვათ, რომ ვიღაცის მიზანია გარკვეული თანხის გამომუშავება ან ფორმაში ჩადგომა. და აი ეს პიროვნებაც, რომელიც დივანზე ზის, ჩიპს ჭამს, ლუდს სვამს და ეწევა, მოკლედ საერთოდ არ არის მოტივირებული. ამავე დროს ეს ადამიანი ამბობს, რომ სურს გახდეს ჯანმრთელი ან სიუხვით სავსე. მაშინ მან უამრავი რამ უნდა შეიცვალოს, რომ გახდეს სიუხვით სავსე პიროვნება, რადგან თვითონ სისავსე არ არის უბრალოდ რამე ნივთი, ეს არის ის, ვინც უნდა გახდე. ეს არის ის ადამიანი, ვინც შენ ამ პროცესში უნდა გახდე. ეს თითქოს იმას ჰგავს, რომ ეს ადამიანი მთლიანად აცდენილია იმ მიზანს, იმ ხედვას, იმ ოცნებას, რაც სურს. ისინი მეტად უნდა დაუახლოვდნენ იმ პიროვნებას, რომელიც რეალურად შეძლებს ამ ყველაფრის შექმნას და მის ჰარმონიზაციას, სწორედ ამას ვკითხულობ შენ სიტყვებში. მოდით დავკონკრეტდეთ. თუ გინდა გახდე სიუხვით სავსე, შეისწავლე სიუხვით სავსე ადამიანები. მიიღე რაც შეიძლება მეტი ცოდნა, რესურსი და შექმენი ტვინში საკმარისი კავშირები, რომ გქონდეს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს იყოს სიუხვით სავსე. თუ შეისწავლი სიუხვით სავსე ადამიანებს, ნახავ, რომ მათ ბევრი შეცდომა დაუშვეს, მათ უღალატეს, მოპარეს. მათ ყველაფერი დაკარგეს, მაგრამ ისინი ყოველთვის ხედავდნენ გზას. განსხვავება ის არის, რომ ისინი კვლავ ცდილობენ, ისინი უბრალოდ არ აღიქვამენ მარცხს, ისინი აგრძელებდნენ წინსვლას. ამიტომ იფიქრე, თუ რა თვისებები და მახასიათებლები უნდა მოირგო შენ, რომ გახდე სავსე ადამიანი და შემდეგ დაიწყე სწორედ ამის კეთება. დაიწყე ცვლილებები და გამოიყენე ეს, როგორც ექსპერიმენტი. თუ მე შევიცვლები, შეიცვლება ჩემი ცხოვრება, ხომ ასეა? თუ არ სიტყვი ნაკლებობის განცდაზე, თუ არ სიტყვი შიშზე, დიახ, თეორიულად ეს მარტივად ჟღერს, თუმცა ამისთვის მოგიწევს შენი დროის დახარჯვა. ამაზე უნდა იმუშაო. უნდა გააკონტროლო შენი საკუთარი ფიქრები, შენი ქცევა და შენი გრძნობები. ამაში იმდენად კარგი უნდა გახდე, რომ დახუჭული თვალებითაც შეგეძლოს და მერე გახელილი თვალებითაც. ეს ნიშნავს, რომ შენ არ შეგიძლია ავტომატურად იცხოვრო, ხომ ასეა? დიახ, როცა ცხოვრებაში ხდება რაღაცეები, რაც გაღელვებს, გიყურებენ ადამიანები, რომლებიც ერთ ემოციურ რეაქციას გიწყვეტენ და შენც უპრობლემოდ უბრუნდები ძველ მეს. ეს ძალიან ცუდია, მაგრამ სწორედ ამიტომ არსებობს ახალი დღე. დიახ, ეს ახალი დღეა. ადამიანი ფიქრობს, როგორ მოვიქეცი დღეს, ან ცხოვრების მანძილზე ეს როგორ გავაკეთე? საშინლად, მაგრამ ღმერთი ზემოთ ლეპტოპით არ ზის და შენს ქულებს არ ითვლის, შენ უბრალოდ მეორე დღეს კიდევ ერთხელ გაქვს შანსი. შეგიძლია ისწავლო გუშინდელი დღიდან და თქვა, როდის დავკარგე მადლი. მე იმავე ემოციით ვუპასუხე იმ ადამიანს ან გარემოებას. იმ ემოციამ მაიძულა ისე მოუქცეულიყავი, თითქოს წარსულში ვიყავი და მჯეროდა მხოლოდ წარსულის. სწორედ მაშინ ვეღარ ხედავ მომავალს, რადგან ემოცია, რომელსაც გრძნობ, წარსულთან გაკავშირებს. შენ მხოლოდ მაშინ გჯერა შენი მომავლის, როცა მისი ემოცია უკვე გიგრძნია. ასე რომ ენთუზიაზმი და ღმერთით სავსე თეოსი ენერგიის მოძრაობას შთააგონებს. ენერგია, რომელიც საჭიროა ოპტიმისტური მოლოდინისთვის, სწორედ ეს გვაძლევს ოცნებებისკენ მიმავალ გზას. შენ უნდა შეძლო ამ მდგომარეობის შენარჩუნება დამოუკიდებლად ნებისმიერი ადამიანისგან ან ნებისმიერი გარემოებისგან და თუ ამას შეძლებ, მზად იყავი, რადგან სწორედ მაშინ შეიცვლება შენი ცხოვრება. შენ პირდაპირი გაგებით, სხვანაირად ფიქრობ, სხვანაირად იქცევი და სხვანაირად გრძნობ.
ეს არის ახალი პიროვნება და ეს ნიშნავს ახალ პირად რეალობას. აი ეს არის ექსპერიმენტი.